არც ერთი მიტინგი არ დამიტოვებია, ყველა მიტინგზე ვიყავი თუ რამე მახსოვს ჩემს ცხოვრებაში 19 წლიდან მოყოლებული. ახლა როცა ამ ყველა პრობლემასთან ერთად ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, კონსტიტუციის დაცვაზე, ჩვენს უფლებებზე, რომ გვაქვს ჩვენ სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. ეს ხო ყველაფერი ერთიანად უნდა განიხილებოდეს. მე თუ ვარ პროტესტში მაგალითად და ვდგევარ ქვეყნის გადარჩენისთვის, შენც უნდა იდგე ჩემს გვერდით, როცა მე ვდგევარ და ჩემს წამალს ვითხოვ. ეს ხო ყველაფერი იქედან გამომდინარეობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება. ჩემი პრობლემა რაღაც ცალკე პრობლემა არ არის. ეს პრობლემა დამოკიდებულია იმაზე, რომ ეს ქვეყანა არასწორად ვითარდება. მაშინ როცა ქვეყანაში პრიორიტეტი იქნება ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის უფლება, ადამიანის ჯანმრთელობა, მე მგონი მაშინ იქნება ქვეყანა. ქვეყანაში თუ პრიორიტეტი ადამიანი არ არის, ის ქვეყანა არ არის. ის არ ვიცი რა არის, მახინჯი წარმონაქმნი, ალბათ დიქტატურა თუ ხელისუფლების უზურპაცია თუ ვიღაცა ერთი მუჭა გამდიდრებული, გაზულუქებული ადამიანების ხროვა იქნება, ეს ქვეყანა არ იქნება მაშინ.